დღეს ჩვენ ვისაუბრებთ სასამართლო კონტროლზე, ანუ საჯარო სტრუქტურების ანგარიშვალდებულებაზე. როცა სამთავრობო დეპარტამენტი ან მარეგულირებელი ორგანო უკანონოდ მოქმედებს, გამოსავალი არის სასამართლო კონტროლი. სასამართლო კონტროლი უმაღლეს სასამართლოს აძლევს უფლებას შეისწავლოს გადაწყვეტილებები კანონიერების, სამართლიანობისა და გონივრულობის ფარგლებში. საფუძვლებია უფლებამოსილების გადამეტება, პროცედურული უსამართლობა ან ირაციონალურობა. მაგრამ ვადებით ძალიან მოკლეა. სარჩელი როგორც წესი უნდა შეიტანოთ გადაწყვეტილებიდან 3 თვის განმავლობაში და სანამ საქმე გაგრძელდება, სასამართლოს ნებართვა არის საჭირო. შედეგები შეიძლება მოიცავდეს გადაწყვეტილების გაუქმებას ან ორგანოს ხელახალი განხილვის დავალებას, ან თუნდაც უფლებების დეკლარირებას. ეს სპეციალიზებული, მაგრამ ძლიერი საშუალებაა საჯარო ძალაუფლების არასწორი გამოყენების წინააღმდეგ. ფიქრობთ, რომ საჯარო ორგანომ უკანონოდ იმოქმედა თქვენ ან თქვენს ბიზნესზე? დაუკავშირდით Lowlex Solicitors. დღესვე ჩვენ განვიხილავთ თქვენ საქმეს და გეტყვით, აკმაყოფილებს თუ არა სამართალი კონტროლის კრიტერიუმებს, სანამ ვადა ამოიწურება.